მე მინდა შეგახსენოთ თქვენივე პარტიის გენერალური მდივნის თბილისის მერის კახა კალაძის ფრაზა. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ შეგიძლიათ გადაამოწმოთ სიტყვასიტყვით ციტირებ. რა გიკვირთ, როდესაც მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა და დააკონკრეტა 99% არის ქართული ოცნების შემომწირველი. ანუ ამით არა. გასაკვირი სწორედ ის არის, რომ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, როდესაც ასე თავგამოდებით იცავთ ბიზნესებს და მათ მილიონიან მოგებებს და არ გინდათ, რომ ადამიანებს ელემენტარული ღირსეული ანაზღაურება ქონდეთ, მათ მოგებებს იცავთ. იმიტომ რომ ისინი მერე თქვენ გაფინანსებენ, პირდაპირ თუ ირიბად. პირდაპირ თუ ირიბად და მარტო პირდაპირ დაფინანსებაც რომ ნახოთ, მარტო პირდაპირ დაფინანსებაც რომ ნახოთ, რამდენ შემოწირულობას ღებულობს ოცნება. რა შუაშია შედარება? არ ვსაუბრობ ხა რეჟიმზე. იმ რეჟიმის შემოქმედებს ესაუბრე. იმ რეჟიმის შემოქმედებს ესაუბრე. კაცო, მე რას მირჩევ საქმეს? რა არის დემაგოგია? მინიმალური ხელფასია დემაგოგია? დემაგოგია ისე ასე არ გამიტარებ. კაცო, ვისთანაც არ გაგიტარებია, იმას ნუ გაუტარებ კიდევ. ხო და ეხა ძდილობა იქონიე. და ეხა რეჟიმის დანაშაულებზე მე რას მელაპარაკები? ელაპარაკე იმ რეჟიმს. გარეშე გთხოვთ საუბარი არის. და მე გელაპარაკები ადამიანის ღირსეულ ცხოვრებაზე, რომელიც უნდა იყოს გარანტირებული ამ ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებლები თქვენ ხართ, თითეული თქვენგანი. სადე, აბა როგორ არ გამიტარო, მიდი კიდევ ერთხელ. ხო და აი ნახოთ. რას მიიღებ საპასუხოდ იმასაც ნახავ. ძალიან ბევრ რამეს არ ვიცოდეთ მაინც. ხო და ამაშია ზუსტად საქმე, რომ თქვენ რეალურად ამ ინიციატივის ჩაგდებით, ის მაინც გეთქვათ მართლაც, რომ შეიძლება კი ბატონო რაღაც ხარვეზია, უფრო სამუშაოა, ინფორმაცია მოსაძიებელი და ასე შემდეგ. ერთი სამი არაფერი ხარვეზი არ არის. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ინიციატივაზე დათანხმება. ძალიან მარტივად. ეს არ არის არანაირი დიდი წნეხი ბიუჯეტისთვის და არც კერძო სექტორისთვის. მაგრამ თქვენ არ გაწყობთ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ არ გაწყობთ კერძო სექტორს ოდნავ მაინც შეუმცირდეს მოგება, იმიტომ რომ ის მოგება ნაწილობრივ მერე თქვენთან მოდის. და გაზრდილ ფასებზე რო საუბრობთ, ისიც გახსოვდეთ, რომ პირდაპირ თუ ირიბი გაგებით, სწორედ პარტია ქართული ოცნება ზის იმ ფასების წილში. იმიტომ რომ იმ ბიზნესების კოლოსალური მოგებები მერე თქვენთან მოდის თქო გეუბნებით, გრევად ოფიციალურად და გრევად არაოფიციალურად, ასეა ეს. და გაზრდილ ფასებზე თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, პირველ რიგში ხართ თქვენ. თქვენი არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო. და რეალურად რა მივიღეთ? მე ნამდვილად არ მიკვირს და როგორ გითხრათ, არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო ამ ქვეყანაში ძლიერი ოჯახების და მდიდარი ადამიანების და თუნდაც მილიონერების. მაგრამ გასაგებია, როდესაც ამ პარლამენტის თქვენი უმრავლესობის შემადგენლობაში ყოველი მეორე მილიონერია, მათთვის რთულია ამაზე საუბარი, უბრალოდ ძალიან რთულად აღიქვამენ. რა მნიშვნელობა შეიძლება კონდეს 180,000 ადამიანისთვის 500 ლარით მინიმალური ხელფასის ზრდას? რთული გასაგებია. იმიტომ რომ ეს 500 ლარი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბევრი თქვენგანისთვის ერთი ლანჩია. ეს არის აქ პრობლემა და ძალიან რთული გასაგებია და აღსაქმელია. ამიტომ შეიძლება ვიყო მილიონერების წინააღმდეგი პარლამენტში და არა იმიტომ რომ ზოგადად მაქვს ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა. ასე რომ როდესაც თქვენ ამ ინიციატივას აგდებთ, ასე უტიფრად პირდაპირ გეუბნებით, რომ პირდაპირ წირავთ 100,000-ობით ადამიანს სრულიად შეუსაბამო ანაზღაურებისთვის, მონური ექსპლუატაციისთვის და ის ორი ნაბიჯი სხვათა შორის, რომლის სუფთა მოგება 60 მილიონს შეადგენს და ეს ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახდათ 8 წლის განმავლობაში და ამ მილიონიანი მოგებების პარალელურად ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ჩინოვნიკი იყო, სწორედ მის ორ ნაბიჯში ეპყრობიან ყველაზე სასტიკად იქ დასაქმებულ ადამიანებს და მართლაც რომ მონურ ექსპლუატაციას უწევენ. აი ამ ორ ნაბიჯში, რომელიც რა თქმა უნდა არის თქვენთან დაკავშირებული კომპანია, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ამ მნიშვნელობა აქვს გახარიას დროს ვინ იყო კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი. რა მნიშვნელობა აქვს? საუბრობ ორ ნაბიჯზე, რომელიც არის თქვენთან დაკავშირებული კომპანია და გითხარით, რომ კახა კალაძემ თავად თქვა, რომ ბიზნესის 99% არის ოცნების შემოწირველი.
ბიზნესის 99% თუ თქვენი შემომწირველია, მაშინ ძალიან ბუნებრივი ხდება და გასაგები ხდება, რატომ არ გინდათ ამ ბიზნეს მოგება შეუმცირდეს. ელემენტარულად მცირედით მაინც იმის გამო, რომ საკუთარ თანამშრომლებს ანაზღაურება გაუზარდონ. და კიდევ ვიმეორებ, თან რაზე ვსაუბრობთ? 1050 ლარზე. 1050 ლარზე, რომელიც არის მართლაც მინიმუმის მინიმუმი. და ესეც არ გვემეტება ჩვენი მოქალაქეებისთვის.